მათ შორის განვიხილეთ, რა თქმა უნდა, საბალამედო დღის წესრიგის საკითხები. რა თქმა უნდა, მსჯელობა შეეხო სუსის განცხადებასაც, ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ვითარების არევის ცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მეტ-უმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, როგორებზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს, როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან. და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიდიანი წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს 4 მიმართულებით სრულად უპასუხებს, ამაზე შევჯერდით, რა თქმა უნდა, დღეს უმრავლესობის ხდომაზე და მინდა შევეხო 4-ვე საკითხს. პირველი, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ეგრეთ წოდებულ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად მოუწოდებთ ევროკომისიას თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ. ეს იყო პირველი საკითხი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სრულად პასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას. მეორე საკითხი, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დამატებით შესთან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიცირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად პასუხობთ. მესამე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც ესქოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. და მეოთხე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ანუ იყო 4 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და 4-ვე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი. გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად უახლოეს მომავალში მანივალის რეკომენდაციების მიხედვით ამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათხრების შესახებ. ასევე მომზადება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. ასევე ევროკომისიაში გაეგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისის მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისმგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. და გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ხო 4 დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და 4-ვე სათანადოდ პასუხობთ. როგორც ხედავთ, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართული ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად. ჩვენ იმედს გამოთქვათ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვევებლად და თვისებრივად შეამცირებს ეგრეთ წოდებულ პოლარიზაციას, რომლის შენერჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. დიდი მადლობა. შეიძლება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, ხალხის რეგისტრაციის საკითხი გავა და
მართლი პარტია მიზანმიმართულად ჩააგდეს. დიახ, ხარს არ დაუჭერთ შესაბამისად. ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული კანონ პროექტი კანონი არ იქნება, ხო, მიღებული დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით და თქვენ მისჯელებ სისტემური მიდგომებით, ანუ კომპლექსურად განიხილავთ ამ საკითხს და ასე მაინტერესებს ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა და რეკომენდაცია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხები კომპლექსურად იყოს განხილული. დიახ, ზუსტად ეს ხო მოთხოვნა. პირველი ეს იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება. პროექტი უკვე შემუშავდა, მათივე რეკომენდაცია იყო, რომ დამატებითი კონსულტაციები გაგვეულო როგორც ევროკომისიასთან, ასევე ვენეციის კომისიასთან. მათ გთხოვეს ჩვენ ამ დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ეს იყო ერთი ნაწილი ამ ასე ვთქვათ რეკომენდაციის, რაც ბოლომდე სრულდება. ანუ ეს დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან და მეორე თხოვნა რეკომენდაცია იყო, რომ აღარ მიგვეყო ჩვენ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამასაც ბოლომდე ვასრულებთ, ხვალ ჩავარდება ეს კანონ პროექტი უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობა მას ხარს არ დაუჭერს. სამოქმედო დიახ, რამდენიმე ძირითადი მიმართულება არის გამოკვეთილი, მოლდოვას აქვს დამტკიცებული მსგავსი სამოქმედო გეგმა, ჩვენც ანალოგიური მიდგომით შევეხებით ყველა შესაბამის სფეროს და სწორედ ამის მიხედვით შედგება საბოლოო სახით სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე იქნა პირველადი სახით მოწონებული სამთავრობო კომისიის მიერ. პრეზიდენტობის პერიოდში მხოლოდ საუბარი არის თავდაცვის სამინისტროზე 14 ივნისამდე დაიწყო მის ფენების საუბარი არის საფეხბურთო ფენები სადაც გაყოლოდნენ მისი ასე შემწევრობა მათ შორის საუბარი არის ისეთ მინისტრებზე სადაც რა თქმა უნდა, ესკობარის დიახ, რაც შეეხება მიზნობრიობას, ესკობარის საფლავის მოლოცვაც იყო ეთყობა სახელმწიფო ინტერესებში, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ინფორმაციის გასაჯორებას, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. სახეზეა დანაშაულის ნიშნები, ახალი დანაშაულის ნიშნები და ამას სჭირდება ბუნებრივია სათანადო გამოძიება. ეს არის ახალი ბრწყალებში პიჯაკების საქმე. ხედავთ რა დამოკიდებულება ქონდა მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ჩვეულებრივად იფლანგებოდა მილიონები ადამიანების პირადი კეთილდღეობისთვის, ხო, სააკაშვილის და მისი გარემოცვის პირადი კეთილდღეობისთვის, რაც მათ სახეზე ბუნებრივია მეტყობს. ხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად ჩვენთვის რთულია ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია FSB-ს აგენტობაზე, ხო, საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს, ასე ვთქვათ, ჭარბ გავლენას და არასწორ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოუყვეთ ხოლმე წესით მტკიცებულებით. თქვენ გახსოვთ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ჩვენ რა თქმა უნდა გვირთულებს ზოგადად რეაგირებას. რა თქმა უნდა ზოგადად საჭიროა ასე დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი. აი იგივე თემაზე საუბრობთ მკითხავს და მე. გებასუხებთ ყველას. ეროვნულმა ბანკმა გაიზიარა ფასხალაძის მიმართ გადაწებული ასე ვთქვათ სანქციები და ანგარიშებზე ცდომა შეუწყდა. შესაძლებელია თუ არა ეს სხვა უსაბებმა გაიზიაროს. ან უნდა გაიზიაროს სხვა კენჭრებო. მე აქ ერთი რამე მინდა ვთქვა, როდესაც საქმე ეხება
გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეროვნული ბანკში და რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გერცად მის ერთ-ერთ ფუძემდებელ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი, ხო, თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება ამ სანქციებს თავისი არსით, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. ასეთ პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლოს შეიძლება მაგალითად რომელიმე სანქციას ერქვას ადმინისტრაციული სახდელი, მაგრამ თუ თავისი შინაარსით, ხარისხით არის ასე ვთქვათ მოჭარბებული მოცულობის ამ შემთხვევაში მას ეძლევა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით სისხლის სამართლებრივი სასჯელის კვალიფიკაცია და ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რეალურად თავის შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა, არის თავისი შინაარსის სისხლის სამართლებრივი. და ასეთ დროს საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერს, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ ადამიანის უფლებების ნაწილში. ფარცხალაძე საუნე ზურაბიშვილი მოითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. მე როგორი გასაგებია ეს დავამატებ ეს და დაგვიწევდა რომ გენერალ პროკურორი ყოფილი FSB-ს აგენტია და ეს არის ერთგვარი ძალიან დიდი უბედურება რას ნიშნავს ეს განცხადება. ვიღაცები მასაც ეძახდნენ სტრიგაზას და ამბობდნენ, რომ ეს მისი ასე ვთქვათ დოსიედან გამომდინარე მეცახელი იყო, არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი და პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება, რომ მტკიცებულების გარეშე არ ისაუბროს მან საქართველოს მოქალაქეზე, რომ მithumetes რაც საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. ხო, რა თქმა უნდა ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა შეიძლება ეს არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ არათუ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, მე ურჩევდი ყველას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, რომ უფრო მეტად გაიციგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები. ჩემი ინფორმაციით სახელმწიფო საკითხების სამსახურის საკითხის შესწავლა აქვს დაწყებული სამართლებრივად, როგორც ეს არის სწორი, ასე მოქმედებს შესაბამისი უწყება. რაც შეეხება დანარჩენ ასე ვთქვათ მსვლელობას, ეს არის თლიანად უწყებების საქმე, ეს არც საქართველოს პრეზიდენტის საქმეა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარის და არც საპარლამენტო უმრავლესობის საქმე არ არის. კიდევ ერთხელ, როცა საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ამ თემაზე, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, მან უნდა მოითხოვოს მტკიცებულები. მე როგორც ვიცი, მან ასევე განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია. ერთი როს უცხო ქვეყანა რო არასაჯაროებს ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ როდესაც იგივეს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ეს ბევრად უფრო მძიმე პრობლემაა, ხო? საქართველოს პრეზიდენტი არის ანგარიშვალდებული პირველ რიგში ქართული საზოგადოების წინაშე, თუ მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ვიღაცა არის FSB-ს აგენტი, ის რა ჭარბ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე ან საზოგადოებაზე, მისი პასუხისმგებლობაა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ეს ინფორმაცია გახადოს საჯარო. როცა ამას ამბობ და მე არაფერს არ ასაჯაროებ, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და სერიოზული პრობლემა.
ნუ თვითონ ეს მიზანი სადაც გაცხადებულია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგალითად, ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ აი ხა წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვის და ზოგადად ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აგერია. აქ უფრო მეტად შემაშფოთებელი, კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის რა თქმა უნდა ფორმები, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში, კერძოდ საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, ხო? საუბარი იყო იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების გულობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რეალურად რევოლუციური გეგმები რო აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია, მათ არა აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირული არიან, შემდეგ არჩევნებშიც 8 არჩევნები წააგეს, მე-9-საც რა თქმა უნდა აუცილებლად წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი ასე ვთქვათ მიზნები სწორედ ეს არის, ხო, პროვოკაციები, არეულობა, რომ სხვა მიმართულებით მათ ჩანსი უბრალოდ არ აქვთ. Ну, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიცია უნდობლობას გამოუცხადებს სუსის განცხადებას, იმიტომ რომ მათ ეხებოდა ეს განცხადება, ხო, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. მე დამატებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა დღეს ძალიან დასუსტებულია ოპოზიცია, დაშლილია, მოშლილია მთლიანად ოპოზიცია, რაც თითქოს ერთი შეხედვით იძლევა დამშვიდების საშუალებას, თუმცა ერთი რამე უნდა ითქვას, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკები უკავშირდება მას, რატომ? იმიტომ რომ ამ სისუსტის ფონზე ესენი, ასე ვთქვათ, ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ. ყველანაირ უკადრებელზე შეიძლება წავიდნენ. ეს რისკები არსებობს. ამიტომ დამშვიდების საშუალება რეალურად არ გვაქვს. მთავარია რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და საზოგადოება უნდა იყოს ერთ-ერთი, ვინც არ დაუშვებს ასეთი პროვოკაციების მოწყობას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. პრეზიდენტის შეხედულება ოპოზიციის შემდეგ არასამთავრობო სექტორს ხდება პრეზიდენტი რას ემსახურება ეს შეხვედრა მანამდე ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრა იმპიჩმენტის მოხდენას ეს არის მისი ერთგვარი რაღაც ახალი ნაბიჯი თუ რა შეიძლება ემსახურებოდეს მისი შეხვედრა. ნუ რეალურად ის ცდილობს რომ რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია ინჯოებიც, რა თქმა უნდა, ეს დიდარი ინჯოები ყველაზე არ მაქვს საუბარი, ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია, ნუ მას აქვს მარტივად დავალება, რომ რაღაცნაირად უნდა მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან შეხვედრები, ასევე შესაბამის ინჯოებთან შეხვედრებიც. ესეც არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა. რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ახლა როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდე რა ვიცი, ხო მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე გავალ კლავაც კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. ხო, ძალიან სამწუხარო მოვლენაა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, თუმცა ნუ რას ვისაუბრებთ? კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი, ასე ვთქვათ, ნება, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, მისი უფლება. კონსტიტუცია პირდაპირ უგრძალავს მას იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დაანონსა. მადლობა.